მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც იძლევა სხეულის ყოვლისმომცველი ასახვის საშუალებას მაგნიტურ-რეზონანსული ტექნოლოგიის გამოყენებით. ტრადიციული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სხეულის კონკრეტულ ნაწილებზე ან რეგიონებზე, მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია უზრუნველყოფს სხეულის სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურების დეტალურ შეფასებას ერთ სკანირების დროს. ეს მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლოა სხვადასხვა კლინიკური მდგომარეობის, მათ შორის კიბოს, ნევროლოგიური დარღვევებისა და სისტემური დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება შესაძლებელია სიმსივნის სკრინინგისთვის და სტადიის დასადგენისთვის, განსაკუთრებით ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა უბანზე. ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას სხიური თერაპიის დაგეგმვის დროს, სადაც სიმსივნის ზუსტი ლოკალიზაცია აუცილებელია მისი მიზნობრივი მკურნალობისთვის. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას ასევე იყენებენ ისეთი ნევროლოგიური დარღვევების შესაფასებლად, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის ან თავის ტვინის მეტასტაზები, ალცჰეიმერის დაავადება და პარკინსონის დაავადება. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა სისტემის შეფასება და ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა, როგორიცაა კორონარული არტერიის დაავადება, თანდაყოლილი გულის დეფექტები და აორტის ანევრიზმები. ეს დიაგნოსტიკური მეთოდი ასევე ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის დარღვევების, მათ შორის ართრიტის, მოტეხილობების და სპორტული დაზიანებების შეფასებას. მას შეუძლია გამოავლინოს და აკონტროლოს სისტემური დაავადებები, როგორიცაა ანთებითი დარღვევები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მაანკილოზებადი სპონდილიტი და ფსორიაზული ართრიტი. ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დროს იყენებენ კონტრასტულ ნივთიერებას. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნის, ანთების, გარკვეული ორგანოების სისხლმომარაგებას და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება გაფანტული სკლეროზის და ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათ ასევე გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.